რა მოხდა რეალურად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ამ დრომდე ბუნდოვანია. დღეს ორი ვიდეო გავრცელდა, სადაც დედა თეკლა ურთიერთგამომრიცხავ ამბებს ყვება. პირველ ვიდეოში მონაზონი შინჯიკაშვილს ადანაშაულებს. მე თუ რამე დამემართა, იცოდეთ რომ ეს გააკეთა გიორგი შინჯიკაშვილის ხალხმა. ის ბოლოს კი ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში დედა თეკლა მეუფე გიორგი ჯამდელიანს დებს ბრალს. გაუპატიურების ნაწილში მე ახსარება უთხარი მეუფეს, იძალებდაო და ანუ ეგრე რო ითქვასო რა. და რეალურად ეს ფაქტი არ მომხდარა? ზალადობის ფაქტი არ მომხდარა. დინარე ალაზანში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავასში იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელებთან ერთად მყოფი ახალგაზრდა დინარეში საბანაოდ შევიდა. ჩორჩანას საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს უწყებიდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ თქვა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შესახებ მედიით შეიტყო. მოლდოვის პრეზიდენტი ვლადიმერ პლახატნიუკის დაუყოვნებლივ ექსტრადიციას ითხოვს. ახლა საბოლოოდ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა, განაცხადა მაია სანდუ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გაქცეული მოლდოველი ოლიგარქი და ქვეყნის ყოფილი არაფორმალური მმართველი ვლადიმერ პლახატნიუკი საბერძნეთში დააკავეს.